წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. რეი ბრედბერის რომანის 451 გრადუსი ფარენჰაიტით მიმოხილვა. ლიტერატურა ადამიანის ინტელექტუალური და სულიერი განვითარების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. იგი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების ფორმირებას, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას და სოციალური რეალობის მრავალგანზომილებიანი ანალიზის უნარის განვითარებას. ამერიკელი მწერლის რეი ბრედბერის დისტოპიური რომანი 451 გრადუსი ფარენჰაიტით სწორედ ლიტერატურის ეგზისტენციალურ მნიშვნელობას ავლენს. წარმოაჩენს იმ საფრთხეებს, რომლებსაც ინტელექტუალური თავისუფლების ჩახშობა და კულტურული მეხსიერების განადგურება მოაქვთ. რეი ბრედბერი ამერიკელი მწერალია, რომელიც ცნობილია დისტოპიური და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრით. 451 გრადუსი ფარენჰაიტით მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი რომანს წარმოადგენს. სათაური უკავშირდება ტემპერატურას, რომელზეც ქაღალდი თვითაალდება და იწვის. 451 გრადუსი ფარენჰაიტით ხდება ცენტრალური სიმბოლო იმ ტოტალიტარული სისტემისა, რომელშიც ცოდნის მატარებელი ობიექტების, წიგნების ფიზიკური განადგურება წარმოადგენს იდეოლოგიური კონტროლის ძირითად მექანიზმს. გაი მონტეკი, რომანის მთავარი გმირი, განასახიერებს ინდივიდის ტრანსფორმაციის არქეტიპს. როგორც მეხანძრე, ის თავდაპირველად არის სისტემის ლოიალური აგენტი, რომელიც დაუფიქრებლად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას, წიგნების წვას. თუმცა შემთხვევითი შეხვედრა 11 წლის მოზარდ გოგონასთან, კლარისა მაკრელანთან, იწვევს მის შინაგან კრიზისს. კლარისა წარმოადგენს ალტერნატიული აზროვნების მოდელს. ის კითხვებს სვამს, აკვირდება ბუნებას, ფიქრობს სიკვდილზე და ბედნიერების არსზე. კლარისას მარტივი კითხვა, ბედნიერი ხართ, იწვევს მონტეკის ეგზისტენციალურ კრიზისს. პირველად მის ცხოვრებაში ის ცდილობს საკუთარი არსებობის კრიტიკულ შეფასებას და აღმოაჩენს შინაგან სიცარიელეს, რომელსაც სოციალური კონფორმიზმი ვერ ავსებს. მონტექს ეჭვიეპარება საკუთარ ბედნიერებაში და კითხვებზე პასუხის გასაცემად იპარავს წიგნებს, მალავს და კითხულობს. წიგნების კითხვა მას აძლევს ობიექტური რეალობის აღქმის უნარს, განსჯისა და ეჭვის შეტანის გამბედაობას. რომანის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და იდეოლოგიურად დატვირთული ეპიზოდია მონტეკის შეხვედრა მის უფროსთან, კაპიტან ბიტთან, მას შემდეგ რაც მონტეკმა დაიწყო წიგნების კითხვა. ბიტი როგორც გამოცდილი მკითხველი, ციტატებით ამტკიცებს, რომ ლიტერატურა დაბნეულობასა და გაუგებრობას იწვევს. სწორედ ამით ბიტი განასახიერებს ინტელექტუალურ ნიჰილიზმს. იცის წიგნების ძალა და ამიტომ ემსახურება მათ განადგურებას. იგი ამყარებს პარადოქსულ არგუმენტს, თითქოს წიგნების აკრძალვა საზოგადოების დემოკრატიული არჩევანია, რაც ტოტალიტარიზმის შეფუთულ ფორმას ავლენს. მონტეგი ვერ ეგუება წართმეულ თავისუფლებას, ვერ უპირისპირდება ბიტს სიტყვებით, სწორედ ამიტომ კლავს მას. სცენა უსვამს ხაზს რომანის მთავარ იდეას, ცოდნა და თავისუფლება პირად მსხვერპლს მოითხოვს. რომანის ბოლოს მონტეგი უერთდება ადამიანებს, რომლებიც წიგნებს მეხსიერებით ინახავენ და ცოცხალ ბიბლიოთეკებად იქცევიან. ქალაქის განადგურების შემდეგ ისინი იმედის სიმბოლოდ გვევლინებიან. კულტურული მეხსიერება გადარჩენილია ადამიანის გონებაში. ბრედბერი ამით გვაჩვენებს ისტორიის ციკლურობას. ცივილიზაციები ინგრევა, მაგრამ ცოდნა აძლევს მათ ხელახლა აღდგენის შანსს. 451 გრადუსი ფარენჰაიტით არის გამაფრთხილებელი რომანი, რომელიც უსვამს ხაზს ლიტერატურისა და აზროვნების თავისუფლების გადამწყვეტ როლს ადამიანური ღირსების დასაცავად. ბრედბერი აჩვენებს, რომ ინტელექტუალური რეპრესია ტოტალიტარიზმის ყველაზე ეფექტური ფორმაა, რადგან ანადგურებს კრიტიკულ აზროვნებას, განსჯისა და ლოგიკური აზროვნების უნარს.